მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე საქართველოს პრეზიდენტმა შეიწყალა. საქართველოს პრეზიდენტის მიერ გამოცემული შეტყალების აქტი და ლელოს ლიდერების პატიმრობიდან გათავისუფლება პოლიტიკური შეფასებების თემაა. გამოგვიშვეს მხოლოდ ერთი რამის გამო, რომ მოხდეს დაპირისპირება, მოხდეს ესე თქვათ, ეგრეთ წოდებული შავი ნიაღურის და პიარის ასე თქვათ, გადმოსხმა, რაც არ გამოუვათ, იმიტომ რომ ის რაც დღეს გააკეთა ეგრეთ წოდებულმა პრეზიდენტმა, ეს არის სამართლებრივი ნონსენსი, ეს არის მანიპულირება ადამიანების თავისუფლებით, ეს არის კანონის ფეხქვეშ გათელვა, ეს არის ადამიანებით ვაჭრობა, დღევანდელი გადაწყვეტილება პრეზიდენტის იმასე მეტყველებს, რომ აურზაური შემოიტანოს და დაპირისპირება შემოიტანოს ოპოზიციურ ფლანგზე. მე ყველას პატივსცემ, მაგრამ გადაწყვეტილებას ჩვენ მივიღებთ ჩვენ დამოუკიდებლად. ეს იყო ქართული ოცნების გადაწყვეტილება, ჩვენი დატუსაღება და ჩვენი განთავისუფლება. ეს არის პოლიტიკური მანიპულაციები, რომელსაც არავინ არ უნდა აყვეს. ყველა პოლიტიკური ტუსაღი უნდა განთავისუფლდეს დაუყოვნებლივ. რის გამოც დაგვატუსაღეს, რომ არჩევნებში ამ მუნიციპალურ არჩევნებში ჩვენ მონაწილეობას ვიღებდით, რა თქმა უნდა, ის გადაწყვეტილება ჩვენ არ შეგვიცვლია, იმიტომ რომ სწორედ ამიტომ მოგვათავსეს სატუსაღოში, რომ ჩვენ ეს გადაწყვეტილება შეგვეცვალა. 100,000-ობით ადამიანი, რომელიც მოვა ოპოზიციონერი ამორჩეველი 4 ოქტომბრის არჩევნებზე, მათ ჩვენ იმედი არ უნდა გაუწყვილოთ და მათ უნდა ნახონ, რომ ევროპული პარტიები მზად არიან იბრძოლონ მათი ხმების დასაცავად. ნებისმიერ ფასად ქართული ოცნების მცდელობა შეათრიოს ოპოზიცია არალეგიტიმურ არჩევნებში და მოიპოვოს ლეგიტიმაცია. ლეგიტიმაცია, რომელიც არის ერთადერთი, რაც ასაზრდოებს ამ რეჟიმს. მე მინდა მთელი გულით და პატივისცემით მივმართო მამუკას და ბადრის. მივმართო დღეს, ზუსტად გათავისუფლების დღეს. მიიღეთ ერთადერთი სწორი ქვეყნისთვის, არა კოალიციისთვის, არა ჩემთვის. ქვეყნისთვის ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება. გამოდით არასწორი, არარსებული რუსული სპეცოპერაციიდან, ეს იქნება ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება ლელოსთვის, მთლიანად ოპოზიციისთვის, ყველა აქტივისტისთვის და რაც მთავარია, ჩვენი ქვეყნისთვის. მივესალმები ნებისმიერი პოლიტპატიმარის თავისუფლებას, ეს ჩვენ ადამიანურად ძალიან გვიხარია. ჯერ ერთი ეს არანაირი არჩევნები არ არის და მეორეც ერთი ეს განცხადება დამაჯერებელი იქნებოდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შარშან ამ დროს საპარლამენტო არჩევნების წინა პერიოდში ისინი შეიწყალებდნენ მიხეილ სააკაშვილს, რომელსაც ექნებოდა საშუალება, რომ სრულფასოვნად ჩართულიყო საპარლამენტო არჩევნების პროცესში. როდესაც შენ არჩევნები არ გაქვს ქვეყანაში, არ უნდა შეყვე და არ უნდა გაამართლო ოცნების ის სურვილი, რითიც ისინი ცდილობენ ლეგიტიმაციის მოპოვებას და სპეცოპერაციისთვის ადგილობრივი არჩევნების დარქმევას. ამას რა კავშირი აქვს პოლიტპატიმრების თავისუფლებასთან ვერ ხვდები. ჩვენთვის ეს შეწყალება ნამდვილად იყო მოულოდნელი, თუმცა მისასალმებელია, რა თქმა უნდა და ძალიან გვიხარია, რომ ბატონი ბადრი და ბატონი მამუკა არიან გარეთ. კიდევ უფრო მისასალმებელი იქნება, თუ ყველა პოლიტპატიმარი იქნება განთავისუფლებული, განსაკუთრებით ახალგაზრდები, რომლებიც საკუთარი ევროპული მომავლის დაცვისთვის იყვნენ რეპრესირებულები, მათზე განხორციელდა ძალადება და დღეს უსამართლოდ იმყოფებიან ციხეში. პოლიტიკური შეფასების გაკეთება ქართული ოცნების მოქმედებებზე, რა თქმა უნდა, უკვე შეუძლებელია. ისინი როცა უნდა იჭერენ, როცა უნდა უშვებენ. რა თქმა უნდა, პატივსცემთ საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ ყავილაშვილის გადაწყვეტილებას. ეს გადაწყვეტილება დამოკიდებულებას აჩვენებს ზოგადად ხელისუფლების თავის დროზე თქვენ იცით რომ ხაზარაძე და ჯაფარიძე ადამიანებს ასახლებდნენ ბინებიდან, ახლა ხელისუფლებამ გამოასახლა ეს ადამიანები ციხიდან. ეს არის კონტრასტი დამოკიდებულების შორის. იმისთვის რომ ნებისმიერი სპეკულაცია იყოს თავიდან არიდებული, ნებისმიერ პროვოკაციაზე აქვე დაესვას წერტილი, პრეზიდენტმა მიიღო გადაწყვეტილება და ეს ორი დამნაშავე გამოუშვა გარეთ ციხიდან. ფაქტიურად ამით მთლიანად მთელი საზოგადოებისთვის, როგორც ჩვენს ქვეყანაში, ასევე ქვეყნის ფარგლებს გარეთ, ღიად კეთილი ნებით გადაიდგა სახელმწიფოდან ნაბიჯი, რომ მიუხედავად ჩადენილი დანაშაულისა, არჩევნებთან მიმართებით არ დარჩეს არც ერთი სპეკულაციური რაიმე ფორმით წიაღსვლა.